ტატუირება ფრანგულიდან წარმოშობილი ტერმინია, რაც სხეულზე გამოსახულებების გამოყვანას ნიშნავს. პროცესი უძველესი დროიდან კანქვეშ ნემსით, საღებავის შეყვანის საშუალებით ხდება. არავინ იცის, რომელმა ცივილიზაციამ მიმართა პირველად ამ მეთოდს, თუმცა გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხში, ქვის ხანიდან მოყოლებული. ტატუირებას ხშირად რელიგიური, სამხედრო ან სადამშველო სარიტუალო სახე ჰქონდა. დღეს კი მას უბრალოდ ბოდიარტის, ანუ სხეულის მოხატვის ტატუირთვა აქვს. რატომ იკეთებენ ადამიანები ტატუს და ეს პროფესია მხოლოდ კომერციაა თუ ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება? ამის გასარკვევად პროფესიის გადამღები ჯგუფი ტატუს მხატვარს ედვარდ ოგანუს ვესტუმრეთ. ედვარდ ფიში შენი მეცახელი, რატო გიცნობენ ასე? პირველ რიგში უბრალოდ ავირჩიე რაღაც ეგრე ვთქვათ ფსევდონიმი, რომელთაც უფრო გამორჩეული ვიქნები და იყო მომენტები, რატომღაც უბრალოდ მომიწია ეგეთ სახელის შექმნა ჩემთვის. ტატუ პირველ რიგში კომერცია თუ ხელოვანის ხედვა? ჩემთვის უფრო ხელოვანის ხედვა არის, მაგრამ ამავდროულად როგორც ასეთი ნებისმიერი ადამიანი თუ რაღაც კომერციულად არ იქნება მხარი, ხელოვნებასაც ვერ გაამხარებს, ასე რომ ანუ ხელოვნებას უფრო კომერცია. კი ბატონო. რა ტიპის ადამიანები მოდიან, რომელთაც უკვე გადაწყვეტილი აქვს რა უნდათ, რჩევას გეკითხებიან თუ კატალოგით ეძებენ? როგორ ხდება? ძირითადად უფრო თავისი არჩევანით მოდიან, ანუ უკვე გადაწყვეტილი აქვთ, მაგრამ მაინც რაც უნდა იყოს, მაინც კიდე გვიწევს ხოლმე რჩევის მოცემა და ანუ გადახედვა მაგ ესკიზის, რომელიც აქვს მოტანილი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე წარმოგვიდგენია ტანზე როგორ იქნება და კლიენტს კიდე ანუ უბრალოდ ნახატი აქვს არჩეული და მოსწონს და შეიძლება ამავე თუ ან იმ ადგილზე სადაც უნდა გაკეთება შეიძლება არ მოუხდეს. როცა ტატუს გაკეთება უნდათ, რამდენად არიან დარწმუნებულები რომ მათ მთელი ცხოვრება უნდა ატარონ ესა თუ სიმბოლო ნახატი, წარწერა თუ ასე შემდეგ. იცით რა არის, ანუ მაგ შემთხვევაში უფრო აი ის მომენტია, რომ ვერ უფიქრდება, რომ ეს მთელი ცხოვრება უნდა გქონდეთ. მით უმეტეს დღესდღეობით, რომ არის ლაზერი, რომელიც აშორებს ტატუს და მგონია, რომ არ მომეწონება მოვიშორებ, მაგრამ რატომ უნდა დაიხატო, როცა მოსაშორებელი უნდა გაგიხდეს, ხო? როცა ერთ ტატუს იკეთებენ, შემდეგ უჩნდებათ კიდევ მეორის, მესამის და ასე შემდეგ, ანუ გამრავლება ხდება სხეულზე ტატუირების. კი ბატონო, ანუ ეგ მომენტი არის და უფრო ჭარბობს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში 95% ვისაც მით უმეტეს მოეწონათ რაც დაიხატეს, ისინი უეჭველი მოდიან მინიმუმ ერთ თვეში და იხატავენ ტატუს, იმიტომ რომ პირველის გაკეთება რთული, იმიტომ რომ იქ შიში არის, იქ რაღაცა ფიქრი რომ შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ როცა დაიხატავენ და ხვდებიან რომ ნუ თურმე რთული და მტკივნეული დიდად არ ყოფილა, მოდიან და იხატავენ კიდევ და კიდევ რა. ხარ ტატუს ხატვარი, თუმცა შენ სხეულზე ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილზე რაც ჩანს, არ გაქვს არც ერთი ტატუ. არა, არც ერთი ტატუ არ მაქვს. უკვე 6 წელია ვმუშაობ და დღემდე არც მიფიქრია ჯერჯერობით რა დავიხატო. მე როგორც რიგით ადამიანს არ მაქვს სხეულზე არც ერთი ტატუ და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არც მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ამისი დიდი სურვილი აქვს ჩვენს დამდგმელ ოპერატორს ბექას, რომელიც ახლა კამერას გადადებს გვერდზე, დაუთმობს მის კოლეგას და ჩვენ ბექას დავახატავთ პროფესიულ ნილს. თუ რა იქნება ეს, ამას რა თქმა უნდა მსვლელობის დროს გავიგებს და ვნახავთ, დავიწყოთ. ბექა, რა უნდა დაიხატოს შენ სხეულზე? რა უნდა შეემატოს შენ სტატუსს? ჩემს სტატუსს უნდა შეემატოს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიხატავ ამას, პატარა, რაც ჩვენი პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიდეო კამერა. პირველ რიგში, ანუ რაც აუცილებელი არის ნებისმიერი ადამიანი, როცა მიდის ტატუ მხატვართან, აუცილებლად უნდა იკითხოს სტერილიზაცია, რამდენად სტერილური არის ყველაფერი და ტატუ მხატვარმა აუცილებლად ყველაფერი უნდა აჩვენოს, რომ ახალი არის და სტერილური. როგორც თქვენ ნახეთ, ეს ტიპსა გავხსენი, პარკში იყო, ასევე ნემსი შეფუთული უნდა იყოს აუცილებლად. ეგ აუცილებელია, როგორი მაგარი ტატუ მხატვარიც არის. კი ბატონო, აუცილებლად. როგორი მაგარი ტატუ მხატვარიც არ უნდა იყოს, სტერილიზაცია თუ არ უარდა, რადგინდა, ხო? შეიძლება სახლის პირობებში ისე კონდეს მოწყობილი, რომ ბევრ სხვა სტუდიას და სალონს, საჯობოს
რავი 10 თავი. კუსტარული პირველ რიგში თავის სიტყვით იძახის, რომ ანუ ხელნაკეთი არის და იქ არ იცვლება ნემსი და ასე შემდეგ. ანუ მრავალჯერადი არის და მრავალჯერადი კიდე ეგ არის უკვე დიდი დარღვევა. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რომ დაიშვას ზოგადად პროფესიონალურად როცა იკეთებ ტატოს. იმიტომ რომ ღმერთმა არქნას ვიღაცა C ჰეპატიტიანი შიციანი ადამიანი რო იყოს, მაგის ნემსით გააკეთო და შემდგომ ვისაც გაუკეთებ, ყველას გადასდებ. ეგ არის იმდენად საშიში და იმდენად არასწორი, რომ ყოველ შემთხვევაში ადამიანმა თვითონ ვინც მოდის, უნდა დაიცვას ეგ ყველაფერი და თვითონ უნდა დახედოს და იკითხოს. არც ერთი ტატუ მხატვარი არ იტყვის, რომ არა სტერილურად მუშაობ. უშუალოდ შენი თვალი დანახლოს არაფერი არ ჯობია. უნდა ნახო. აუცილებლად. ეგ არის პირველ რიგში. პირველ რიგში არის სტერილიზაცია, მეორე არის ტატუ მხატვრის პროფესიონალიზმი. უნდა გაიწმინდოს ზედაპირი, სადაც მუშავდება, ტატუ კეთდება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. ხელი ესე დაიჭირე. არა, აი ეს. ნახატი, ზადა. ხედავ როგორც არის, მოგწონს ვიწყებთ. კარგია? კი. ესე იგი, პროცესში თუ რაღაცა მომენტებში ტკივილს გრძნობ, მეუბნები და ვჩერდები, იმიტომ რომ თუ ძალიან გეთქინა, შეიძლება რეფლექტორად ხელი გაწიო და გავაფუჭოთ ნახატი, ასე რომ ყველაფერს აკეთებ, როგორც საჭირო. თუ გტკივა, მაჩვენე. ვინაიდან და რადგანაც ეს ტატუ იქნება სამუდამო, მე არ უნდა რომ ძალიან დავაზიანო ამ რაღაც ცუდად გამომივიდეს, ამიტომ მხოლოდ მცირე დეტალს გავაკეთებ. დაასრულე. დაასრულე. საერთოდ ბოლომდე არა. აი, პედალს ხო ხედავ? ეწუთ ჩარტ. ხო, აი მაჩვენებთ. კარგი მეგონი საკმარისია, ჯობს პროფესორ. დადებთ ხილად. დადებთ ხილად. შეიძლება დავთქმე, შედება. ასე რომ იმათ ვისაც გონიათ რომ უბრალოდ ხატვა არის და მეტი არაფერი, გაითვალისწინეთ ის რომ სოციალური ადამიანი არის და შენ თავში უნდა იყოს დარწმუნებული. ესე იგი, მოვლა-საც რაც შეეხება, მოვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტატუს თვითონ ანუ სილამაზით და ყველაფრით რო კარგად იყოს. ამ პარკს იხსნი 2 საათში აუცილებლად. საპნიანი ცივი ან თბილი წყლით ხელით იბან ტატუს. ქერქი უჩდება როგორც ნებისმიერ ჭრილობას და ეგ ქერქი როგორც კი ჩამოცვიდება, ესე იგი ტატუ შეხოსდა და მოვლას წვეთ. ვაყოფილი ვარ ძალიან, მომწონს, ზუსტად რაც მინდოდა და ის არის ზუსტად. რამოდენიმე პროფესია გადავიღეთ და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ჩემი აზრით, რაც ახლა გადავიღია. რა რჩევებს მიცემდი იმ ადამიანებს, ვისაც საინტერესებს ამ პროფესიის შესწავლა და შემდგომ ამ მიმართულებით მოღვაწეობა? ანუ ვისწავლო ტატუ ეგ არ არის სწორი. პირველ რიგში ხატვა უნდა იცოდე, ეგ აუცილებლად, მეორე კიდე ძალიან მართლა უნდა გინდოდეს და დაინტერესებული იყო. უბრალოდ რომ მოდი მაჩვენე როგორ დავიჭირო აპარატი, ეგრე არის სწავლება. შინაგანად უნდა იცოდე მზად, ანუ იყაო მზად მაგ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვეულებრივად, ანუ რაც უფრო მეც იშრომებ, მით უფრო მეც მიაღწევ, თავარი ეგა. ასევე რა რჩევებს მისცემდი იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს დაიხატოს ტატუ? დიდი გადაწყვეტილება არის, ისე არ არის რომ უბრალოდ მოვდი დავიხატო და თუ არ მომეწონება მოვიშორებ. ეგ ძალიან ცუდი მიდგომა არის. სამი პოზიცია არის, როცა რაღაც სტატუსი ირჩევ. პირველ რიგში უნდა იყოს შენთან დაკავშირებული, მეორე რიგში, ანუ პირველი ტატუ არ უნდა იყოს გამოსაჩენი, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯი და არ იცი როგორ იქნება.
და მესამედ უბრალოდ უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მზად. ანუ თუ ყოყმანობ რაღაცა ესკიზზე, ძალიან მოგწონს, მაგრამ მაინც რაღაცა ჯობი არ დაიხატო. ყველა პროფესიაში პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი როცა ეს ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. ტატუს მხატვრისგან ჩვენ რამდენიმე საინტერესო რჩევა მივიღეთ. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია ის, რომ სანამ ტატუს გაიკეთებ, კარგად დაფიქრდი. მისი ტარება მთელი ცხოვრება მოგწევს.